ნაძალდევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური შემოგვიერთდა დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილამშვიდობის დაგლოცეთ მამა ირაკლი. დილამშვიდობისა, ერთმა გაგახაროთ და გილოცავთ წმინდა დავით გარეჯელის ხსენებას მისი მოწაფისა ლუკიანის პიროს ბრეთელისა. შეგვიწევს მათი ძალა მალ მეოხება, ერთმა მრავლას დაგვასწროს და გაგვაძლიეროს ღმერთი სამშვიდობოს და ერთმანეთის სიყვარულში. ამინ, ღმერთმა გისმინოთ, მეც გილოცავთ. მამა ირაკლი, თავდაპირველად რა თქმა უნდა, პირველი კითხვა იქნება ასეთი, თუ როგორ მოხდა საქართველოში დავით გარეჯელი და რატომ არჩია კონკრეტულად ასე ვთქვათ მონაზვნური ცხოვრებისთვის უდაბნო და ზოგადად რას ნიშნავს უდაბნოში განმარტოვება ქრისტიანული თვალსაზრისით. დიახ, პირველ რიგში წმინდა დავით გარეჯელის შესახებ ვისაუბროთ, მისი ცხოვრება მოკლედ უნდა მივიხილოთ, კი ბევრისთვის ნაცნობია, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც იგი იყო წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფე, რომელიც შეამზადა იცით 12 მოწაფესთან საქართველოში ქრისტიანობის გასამტკიცებლად, მონაზვნთა ფერმონაზვნი ცხოვრების დასაარსებლად, ასაღორძინებლად. წმინდა დავითმა სამოღვაწეოდ დაირჩია თბილისის განაპირას მდებარე მთა, სადაც კი დღე-ღამე სასწორებდა ლოცვაში, მარხვაში, ევედრებოდა ღმერთ თბილისელთა ცოდვების მოტევებას და ღვთისწყალობას, რადგან ამ დროს თბილისი ქალაქი, ახალი დედაქალაქი საქართველოსი კერძო ცეცხლ თაყვანისმცემ და გავლენის ქვეშ იყო და სწორედ აი ამ დიდ პრობლემასთან შეჯახების გამო წმინდა დავით გარეჯელი დიდ მოღვაწეობაში იყო, გადმოდგებოდა ყველა ლოცვის შედეგად და ესე ქალაქს აკურთხებდა, გამოყოფილი ქონა ერთი დღე, როცა ჩაუმზადებოდა თბილისში უკვე ქალაქში და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და მისი ესეთი მადლიანი ქადაგება, მისი ცხოვრების წესი დიდ გავლენას იქონიებდა ხოლმე მის სვენელებზე და ნენელა აკლებოდა სამწყსო ცეცხლ თაყვანისმცემლთა ქურმებს, რითაც ის რა თქმა უნდა ძალიან დიდი შურითა და ბოროტ აღიუსნა წმინდა დავითის მიმართ, როგორც ვერ შეძლეს და ვერ გარდაამეტეს მის მასდაის მოღვაწეობა, შემდეგ ესეთი მზაკრული ხერხი მოიფიქრეს, მოისყეს ესეთი მეზავი დედაკაცი და მიაგზავნეს ქადაგების დროს წმინდა დავითთან, რომ თითქოს ის იყო მისი ბავშვის მამა. თავიდან წმინდა დავითი მას მშვიდად პასუხობდა, რომ ის ეშლებოდა, რა თქმა უნდა, ღმერთმა იცის, რომ ეს არ არის მართალი, მაგრამ ხალხი მაინც აღშფოთა, განერვიულდა, დიდი რაოდენობა შეიკრიბა და ყველა ითხოვდა ღირსი მამის საკადრის დასჯას. იძულებული შეიქმნა წმინდა დავითი, შეიძლება ესეც ითქვას, ღმერთს შესთხოვა, რომ უფალს გაემხილებინა იქ მოხდურთათვის და მყოფთათვის, თუ ვინ იყო ნამდვილად ამ ბავშვის მამა და ძალიან დიდი საკვირველი სასწაული აღესრულა, რომ აი დედის მუსწიდან ჩვილმა დაასახელა თავისი ნამდვილი მამის ვინაობა და ერთ მჭედელზე მიუთითა. ასეთი მზაკრული საქციელის გამო აღშფოთებული ხალხი, ეს ხალხი დიდი ბრბოდა მასა, უკვე ვეღარ შეაკავა წმინდა დავით გარეჯელმა და ძალიან დიდი ბოროტებით აღიუსნა ქალბატონის მიმართ და იგი როგორც ესეთი ერთი ვერსია გადმოცემს გვეუბნება, ქვით ჩაქოლეს. მეორე ვერსიაა, რომ ამ სასჯელის გამო მან ქვაშვა. და ესეთი გადმოცემაც არსებობს, რომ სწორედ ამ ადგილას აშენებულია მომავალში, რა თქმა უნდა, შემდგომ საუკუნეების შემდგომ ქაშვედი წმინდა გიორგის მონასტერი, რომელიც დღესაც მადლს თბილისელთა მოსახლეობას და მრავალთა სულს აკურთხებს და განსწმენდა. სწორედ აქედან მოდის ეს სახელწოდება, ქვათა შუა მოყვა ეს ქალი ჩაქოლეს თუ ქვაშვა და აქედან არის ეს ყველაფერი. წმინდა დავითი ამის შემხედვაში შეწუნებულებად მას ქალაქში აღარ გაჩერდა, მოხდა დიდ ხოვნისა და ვედრებისა და თავის მოწაფეთად განეშორა თბილისს, აღირჩია სამოღვაწეოდ უდაბნო ადგილი ყარაიას ველზე, სადაც თავის მოწაფეთად დასახდა, სულად უნუგეშო მდგომარეობაში, წყალიც კი არ მოიპოვებოდა იცით თქვენ, მათი საზდელი იყო წირი ბალახი და ხის ქერქი, შემდეგ ესეც გახმა დიდი სიცხეების გამო, მაგრამ ღმერთმა არ დატოვა ნუგეშის გარეშე თავის ერთგული მოწაფენი, მაინც ვიცით ჩვენ ირმების შესახებ, რომლებიც ყოველდღე მიდიოდნენ მათთან და ძესწველი და ლუკელი და დავითი ყველად გადააქცევდა. ოთხშაბათი პარასკევს სადაც მარხულობდნენ, არაფერს არ მიიღებდნენ, არ წყალს და არ საკვებს. ამ დროს ირმებიც მათ არ სტუმრობდნენ, იცით თქვენ და ესე დიდ მოღვაწეობაში ხო წმინდა დავითი მისი ლოცვით იქ მონასტერი დაარსდა, გამრავლდა ბერთა რიცხვი და როცა უკვე გამართა მან თავისი მონასტერი დაარსე მონასტერი პალესტინის წესდების თანახმად, როგორც მაშინ იყო მიღებული მართლმადიდებლურ სამყაროში, მას ესეთი სურვილი ჰქონდა მთელი ცხოვრებისეული ნატორაშები, ესე ვთქვათ, რომ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოელოცა და მართლაც წაბრძანდა წმინდა დავითი რამოდენიმე მოწაფესთან ერთად. და როცა უკვე ცნობილი ამბავი და დაკავშირებულია ჩვენს მომავალ ისტორიასთან, დიდ სიწმინდესთან, რასაც მადლის გვაქვს ვიცით, როცა მიახვდა წმინდა დავით გარეჯელი უკვე მადლის ქედს, ესე იწოდება, საიდანაც პირველად გამოჩნდება, წარმოუდგება იქ მიმსვლელს, მიმოლოცვის სურვეს
იერუსალიმ მთელი თავისი ძირიადი და სიმშვენიერით აი იქ საოცრად მოხდა დავითის სულში რაღაც საოცარმა სიმდაბლემ შეიპყრო იგი მოხლა დავარდა და ქვითინი დაიწყო თავისი უღირსების გამო იგი გახდა ხილვა ღირსი ხილვისა წმინდა ქალაქისა მიუხედავად ბევრი ვედრებისა მან უარი განაცხადა ქალაქში შებრძანებაზე და გააგზავნა თავის მოწაფეები რომ და ცხოვრო იქ მოეხსენებინათ დავით გარეჯელი თვითონ კი არაფრით არ შებრძანდებოდა ესე შეწუნე ამოდორ მე ვითარო მე უღირსმა შევძლო თელვად ფეხთა ნავალთა ღმერთკაცისა იესო ქრისტეს დედისა მისისა აი საოცარ სიმდაბლით იყო და წავიდნენ მოწაფეები მართლაც მოილოცეს იქამდე დავითი დარჩა ამ ადგილას და როცა დაბრუნდნენ აი სამი ქვა აიღო ჩვეულებრივი ქვა იქ რაც იყო წმინდა დავითმა და სიწმინდეების ნიშნად რომ მან იერუსალიმის იხილა შორიდან როგორც სიწმინდეები აი მახუნდებარე ქალაქის მდებარე ტერიტორიისა სამი ქვა ჩაიდო აბგაში ესე დაბრუნდა წამობძანდა საქართველოსკენ და მოხდა სასწაული იმავე ღამს იერუსალიმის პატრიარქს ელიას აქვს ანგელოზებრივი გამოცხადება იგი აუწყებს მას რომ მოსულია ჩემი საკუთარი მოწაფე დავით ეს საოცარი ზეციური ესეთ შეფასება დავითის მოღვაწეობისა რომელსაც თავისი სიმდაბლის და სარწმუნოების გამო იერუსალიმის მთელი მადლი თან მიაქვს და აუცილებლად ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა ბუნებრივი მოვლისთვის აკურთხებს ზეცა რომ დაადევნოს პატრიარქმა მალემსბოლნი რომ ორი ქვა დააბრუნოს ორი მესამედი მანდი დაიტოვოს იერუსალიმში ორი ქვა დააბრუნოს ხოლო ერთი კი დაუცოთ წავბრძანოს საქართველოში და მალც ესე მოხდება დაიწევიან დავით გარეჯეს ამ ამბის მოსმენე კიდევ ერთხელ გამცირდება და დავით უფრო მეტად გაუძლედება სიმდაბლის და უგირსების განცდა რა თქმა უნდა გადასცეს იმ ორ ქვას და ერთ ქვას საქართველოს წამობძანეს რომელსაც მადლის ქვა ეწოდება იგი დავძანდება წმინდა დავით გარეჯის მონასტერში მრავალი სასწაულით განდიდება მრავალ საკვირვებას აღასრულებს და დღესაც მადლს ყველა მისთან მიახლებოდა და სარწმუნოებით მიუტოვებდა. შემდეგ წმინდა დავით უკვე მოხუცებულობაში ღვთისაგან როცა განეცხადება მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ჯამი ეზიარება და მოძღვრებს თავის მოწაფეებს ესე ხელა დაყრული მოცველი შეერთება ზეციურ სანახებს და ზეც საქართველოს დამკვიდრების მისი უკდავის სული. და სწორედ აი დღევანდელ დღეს საქართველოს ეკლესია მეორე გზის აღასრულებს აღმაღლების შემდგომ ხუთშაბათს წმინდა დავით გარეჯის ხსენებას, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და თქვენს სპენელებს და მაყურებელებს. დიდი მადლობა. მამერაკლი, ასევე ვისაუბროთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული თვალსაზრისით უდაბნოში განმარტოვებას. ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს ის რომ საზრუნავი ამ ქვეყნიერი არაფერი არ აქვს ადამიანს იგი თავის თავს ეკუთვნის მხოლოდ და არანაირი ამ ქვეყნიური საზრუნავი არ გააჩნია მაგრამ რეალურად სულიერი თვალსაზრისით ფიზიკურადაც რა თქმა უნდა როდესაც უდაბნოში გადიხარ მაგრამ სულიერი თვალსაზრისით მით უმეტეს როდესაც ადგახარ უფლისაკენ სავალ გზას საკმაოდ დიდი წინაღობები იჩენს ამ დროს თავს და დაბრკოლებები რაც ეხმარება და იმაში რომ ადამიანი დააბრკოლოს უფლისაკენ სავალ გზაზე და უკან დაახევინოს ასე ვთქვათ რომ არ აირჩიოს უფლისაკენ სავალი გზა რა თქმა უნდა ყველას ძალიან კარგად მოიხსენება რაზეც არის საუბარი როგორი არის რეალურად წმინდა მამათა გადმოცემა როგორი არის მათი სწავლება როდესაც უდაბნოში განმარტოვდებოდნენ და რა სირთულეების გადალახვა უწევდათ ეხ უდაბნოში გამარტოება ხა ამაღლებული მოღვაწეობის ფორმა ჩვენ რიგით ქრისტიანებზე ვისაუბროთ რა თქმა უნდა რაც ყველას გვევალება კერძოდ ქრისტიანის მოღვაწეობის დასაწყისი შეიძლება ასე ითქვას და მასში ღვთისმაძის დამკვიდრების პირველი ნიშანი რა არის როცა ის იწყებს დანახვა საკუთარი ცოდვებისა აი საკუთარი თავის შეცნობა ეს უდიდესი პრობლემა არის ადვილი არ არის უდიდესი მოვალეობა ყველა ადამიანისა გამოჩად რასისა სქესისა გნებავთ ეროვნებისა რელიგიისა ამას ჯერ კიდევ წარმართობაშიც ფილოსოფოსები ამბობდნენ იცით შემდეგ მის უწესობაც განსვენებული პატრიარქი ნეტარხსენებული ილია ხშირად შეგვახსენებდა რომ რომელიც კონდეს ერთი გამოთქმა ნოსტე და იფსო ანუ შეიცანი თავი შენ და ეს პირველი აქედან იწყება ყველაფერი და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანულ სულიერ ცხოვრებაში თანმიმდევრობას ასე რომ ქრისტიანები რაღაც ვიხიბლებით მაინდა-მაინც ვერს გონია როცა ეკლესიური გახდა ღვთისმადლი დამკვიდრდა მის ნიშანი უნდა იყოს რაღაც სასწაულები უნდა მოახდინოს მაინდა-მაინც ხალხი უნდა მოაქციოს რაღაცა ცრემლიანი ლოცვა უნდა წამოწეს ეს არ არის ყველაფერს თავისი დრო აქვს რა თქმა უნდა მოღვაწეობის შედეგად შეიძლება ესეც გააკეთოს მაგრამ არა თავიდან ვიდმე ამას თუ თავიდან აკეთებს ეს რა თქმა უნდა ღვთისაგან ვერ იქნება აუცილებლად ბოროტისგან არის კერძოდ როცა შეიცნობს თავის თავს რაღაც დონეზე მაინც ღვთისმადლი დამკვიდრდება რომ
დაინახავს საკუთარ ცოდვებს, ეს ხოდახოლოდ ეკლესიის ცხო შედეგად მიეცემა ადამიანებს სხვანაირად შეუძლებელია რომ არ ეკს ადამიანმა სცადოს და ნამდვილად საკუთარი თავი დაინახოს უღირსების განძი საკუთარი ნაკლოვანებისა და მანკიერების. მაგრამ აი აქ მე სამწუხაროდ აღარ გრძელდება ბევრი ქრისტიანის ცხოვრება. ნუ საკუთარ ცოდებს ხედავს კი ეს ნიჭი მას ღვთისაგან მიეცა ეს მადლია და რომ შემდეგ ეტაპი რა არის, მან უნდა დაიწყოს საკუთარი თავის განსჯა. ანუ განკითხვა, განკიქება, გამოსწორება, ამ სიღრმე, ამ ცოდვებისა დამღუპელობა სამწუხაროდ, როცა აი ეს ხდება და ეს პერიოდი მას დაუდგა მეორე ეტაპი სულიერ ცხოვრებაში გასავლელი, უკვე რა თქმა უნდა ეშმაკი ადვილად ერევა საქმეში, ხედავს ამის სულიერ მდგომარეობას და აი ესე მსახურების ორიენტი შეიძლება ითქვას გაუმრუდეს, გადაუტა სხვა მხრივ და იწყებს ადამიანი სხვების განჯას, სხვების განკითხვას, იმიტომ რომ ეს ნიჭი მას მიეცა, თვალები აიხილა. მას იგი ნათელს ეზიარა, ქრისტეს იქნება ეს ლოცვით, მარხვით, ზიარებით, აღსარებით ბუნებრივია და ეს ნიჭი მას ღვთისაგან მიეცა და საკუთარ თავის საცხოვნად კი არ იყენებს, არამედ თითქოს თავისუფლებას აძლევს, რომ მოგე ახლა უგებხელა სიმაღლეზეა, რომ სხვების განკითხვა, განსა დაიწყოს და რა თქმა უნდა, ასე ეს ძალიან ცუდად და არასწორად განვითარდება. და სწორედ საპირისპირო, რასაც წმინდანები გვასწავლიან, ამის შედეგად, როცა ადამიანი საკუთარ ცოდვების დაანახვას იწყებს, უნდა იწყოს განჯა საკუთარ ცოდვებისა, ანუ ამ ყველაფერზე სინანული გამოსწორება. და ეს ყველაფერი ძალიან რთულია ერში, რა თქმა უნდა და ხოლო რჩეული ადამიანები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სიყვარული ღვთისა, რწმენა, მოშურნეობის ძალიან დიდი სურვილი, აი ესე ამ სოფელს ტოვებენ. გარე გადიან, რომ განმარტოვდნენ და იქ განსაჯონ საკუთარი თავი და საკუთარი მანკერი და ნებულებები და ცოდვები. და სწორედ აქედან მოდის სიტყვა გარეჯა, გარეჯა, რომ იქ გავიდა გარეთ განსაჯელად, რომ გარეთ სჯად, გარეთ საიდან? ქალაქიდან, ამ სოფლიდან, უდაბნოში, რომ გამარტოვებულიყო და უფრო კარგად მოხერხებულად ოპტიმალურად შეიძლება თქვა განეცედა საკუთარი თავი და საკუთარი სულიერი მდგომარეობა. თუმცა ჩვენ ერისკაცებს ეხლა და საერო ადამიანებს არ გვევალება, მაინც უდაბნოში გავგზავნა, მაგრამ ყოველას გვევალება თვითონ მაცხოვრმა იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ უნდა შეხვიდე დააფარუსში, დაახშე გულისკარს გულისხმოს, დაახშე გულისკარო შინაგანში, სადაც უნდა იწყო გამარტოებით შენი თავის განჯდა, შენი ცოდვების განკიქება და ასევე სულიერი გარკვეული წინსვლების და ღმერთთან ურთიერთობის შედეგად წარმატების მოპოვებაც. და სწორედ ამაკედან მოდის, რომ მოღვაწეობა აუცილებელია გარკვეული გამარტოება, ანუ ღმერთთან მარტო დარჩენა, გამარტოება რაღაც ძალზე ჩაგეტვა კი არა, შენ და ღმერთი. და ყველაზე კარგად ეს ხდება გულით ლოცვის შედეგად, რადგან გული ისაგლს და ღმერთი მკვიდრდება, სადაც სულის ცენტრალური ნაწილი შეიძლება ითქვას, სადაც უნდა მოხდეს ღმერთის დამკვიდრება და იქიდან განათლება მთელი ჩვენი სხეულისა თუ სამშვენელისა თუ სულისა. და მაშინ, როდესაც ჩაურმავდებით ჩვენს თავს და შევეცდებით, რომ შევიცნოთ საკუთარი თავი და ჩვენს ცოდვებს, ჩვენს განვლილ ცხოვრებას დაუფიქრდებით, შესაბამისად, ნამდვილად აღარ გვექნება არც იმის სურვილი, არც იმის დრო, რომ ჩვენი ძმა და განვიკითხოთ თავისთავად და მათ ცოდვებზე მივუთითოთ, ვამხილოთ და ვისაუბროთ, როდესაც ჩვენი არ გვაქვს ჯერ კიდევ კარგად გააზრებული და მონანიებული, ასე ვთქვათ. სასწაულები შესახებ რომ ვისაუბროთ, ასე მამა ირაკლი არაერთი სასწაული უკავშირდება დავით გარეჯელს, ამის შესახებაც რომ ამბობთ. დიახ, სასწაული თვითონ განთქმული მამა იყო, ჩვენ უკვე ვახსენეთ რამოდენიმე სასწაული. ვიცი ჩვენ ცნობილი სასწაული, რომ უდაბნოში საშინელი მხეცი გვიდრდობდა, რომელიც წმინდა დავით გარეჯელის ლოცვის და მოხმის შედეგად, როგორც ისე მორჩილად გაყვა თვინიერად და ისე განადგურდა, ვიცი ჩვენ ეს გარკვეულ ხაზეც აისახა. და ეს ყველაფერი შემდეგ გაგზავნა დავით გარეჯელის სახით უამრავი კურნება არის შემონახული. სხვადასხვა საოცარია, რომ არა მარტო ქრისტიანების, არამედ სხვა რელიგიის მიმდევრების, რომლებიც იკურნებოდნენ წმინდა დავით გარეჯელის მეოხებით და ვიცი ჩვენ დავითის ცნობილი წყარო, ცნემლის წყაროს ეძახიან ეს მამა დავითს, რაც არის ასევე დავით გარეჯელის სახელობის მონასტერში კაცეს საკურნელი წყარო, რომელიც განსაკუთრებულად მაკურნებელია, აი თვალი დაავადების ძალიან ბევრი სასწაული აღასრულა ამ ხრივ ისტორიაში დაცულია. ასევე უნდა ითქვას საოცარ ინფორმაციას ამოვიკითხე ამ ახლო ტარსტოში, რომ უწმინდეს პატრიარქი კირიონი ყვება წმინდა დავით გარეჯელის შესახებ ცხოვრებაზე საოცარ ამის ამბობს, რომ აი ეს ფაქტი რომ მოხდა, როცა აი მეძავ დედაკაცმა ქვა და ასე შემდეგ, იმ ადგილას წმინდა დავითის ლოცვის მიუხედავად სასწაულებული წყარო აღმოცენებ, რომელიც იყო განსაკუთრებული შემწე შვილიერებისა და უშვილო წყვილთათვის. რაღაც ეთყობა კავშირში იყო აი მეძავისგან შობილ ასე თქვასთან თუ ამ მოვლენასთან და ეს წყარო რამოდენიმე საუკუნეები ცოცხლობდა, არსებობდა
და ჯერ კიდევ წმინდანის კირიონის დროს ქაშვეთის ტაძართან მიუთითეს პატრიარქი ჭილ დასავლეთ ხარისს და ეს წყალი კიდევ მოედინებოდა და მრავალ კურნებას აღასრულებდა უშვილო წვილთათვის მათ სათხوارს ისმენდა და შვილიერებას აძლევდა. აი ასევე კიდევ მადლის ქვასთან დაკავშირებით ბევრი ერთ-ერთი სასწაული მახსენდება ასეთი გადმოცემა არსებობს რომ იქ დავით გარეჯმუნას ერთ თათარი მწყებსები შეურაცხყოფის მიზნით მიახლებულან ამ წყაროს რომელიც საოცარი თვისებით ხასიათებდა რომ მოწანწკარებდა არასოდეს ესეთი დიდი გადმოჩქება ნაკოდული არ ყოფილა და ჭურჭელს რო დაუდგავდნენ ჭურჭელი ივსებოდა ისწყდებოდა რატოსაც ჭურჭელი დაილეოდა ანუ წვერი მიახლა და მიიღებდა ამას დადგავდნენ ნენელა ისე ავსებას იწყებდა და როგორც ეს შეურაცხყოფის ეს წმინდა ადგილი ეს წყარო შეწყვეტილა და ამის შემდეგ ულოციათ წმინდა მოღვაწე დავით გარეჯ მოღვაწე მამებს ესეთი ფორმა გამოვფიქრებიათ ღვთისაგან რომ ეს მადლის ქვა განუბანიათ წყალში შეიძლება ითქვას და იმ წყლით როგორც აიაზმა ისე უკურთხებიათ ამ ადგილსა და მაშინვე წყლის დინება ისევ გაგრძელებულა და ესეთი მრავალი სასწაული არსებობს დავით გარეჯთან დაკავშირებით რომელსაც ნამდვილად დიდი ნუგეში მოაქვს მოწმენდა სულთათვის თვითონ დავით გარეჯის კომპლექსს ვისაუბროთ თქვენ ის ნებართვით. კი, რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობა აქვს როგორც ისტორიული, ასევე სულიერი თვალსაზრისით. დიახ, უდიდესი სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა მას ოდითგანვე ჩვენ ჯერ კიდევ მე-6 საუკუნიდან იწყებს ათულას წარმოიდგინეთ თქვენ, საიდანაც უამრავი დიდი წმინდანია მოღვაწე გამოსული, სულ სამჭედლოს უწოდებენ დავით გარეჯის მონასტერს, იყო ეს პოლიტიკური, კულტურული ცენტრი, იქიდან მრავალი მოღვაწე საზოგადო მოღვაწეობდა, მსახურობდა, ვიდეო და თარგმანება, სასულიერო ლიტერატურთა შექმნა, ასევე გავრცელება, გარკვეული კვლევები. იქ ისე წინამაი მოღვაწეობდნენ, როგორიც იყვნენ, თვით დავით აღმაშენებლის ძე მეფე დემეტრე პირველი, შემდეგ დამიანე გარეჯელად წოდებული იცით თქვენ, ილარიონ ქართველი, იოსებ კათოლიკოს პატრიარქი, სპირიდონ გარეჯელი, ონოფრე გარეჯელი, ძალიან ბევრი წმინდა მოწამე, რომელთა სახელიც ვერ შემოინახა ისტორიო სამწუხაროდ, ცნობილი ისტორია დაგიკული, მაგრამ 3-6000 გარეჯელი ბერის შესახებ ვიცით ჩვენ რომელიც შაღაბასის დროს აღესრულნენ და ეს წმინდა ადგილი ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობით გამოირჩეოდა და დაკავშირებულ საქართველოსთან არაერთხელ გაუდაბურდა ეს ადგილი ვიცით ჩვენ სამწუხაროდ ისტორიით აუბედითი დროს მას არბევდნენ როგორც მონღოლები, შემდეგ რა თქმა უნდა თემურლენგი, ასე შემდეგ არაბები, ყიზილბაშები, შაღაბასი ვახსენეთ მას არაც და თანამედროვე ახლო წარსულში ხელისუფლების მიერ ნებას კერძოდ უკვე სამამულობის პერიოდში 1948 წელს ის ხელისუფლების მიერ გამოცხადა სამხედრო საწვენ პოლიგონად და ძალიან დიდი ზიანი მიადგა ამ დროს გაფეთქებებით ტარდებოდა სასწავლელი და ძალიან დიდი ზიანი მიადგა ჯერ კიდევ წარმოთ მე-6 საუკუნეში შემორჩენილ და უნიკალურ ძეგლებს რომ ფრესკებიც კი შემონახული იყო ეს კიდე საოცრებად საკითხელა მადლიანი გარემო იყო და ხოლმე მოქალაქეთა დიდი ძალისხმევით და მონდომებით და შეიძლება ითქვას პროტესტით 1991 წელს შეწყდა იქ წვნები და რაც გადარჩა და დღესაც ეს პრობლემატური ადგილია და ღვთისმადლით იმედი გვაქვს ჩვენ დავით გარეჯელის ლოცვით და მივხვდებით რომ ისევ გაღდგება ყველა მონასტერში წირვა-ლოცვა ბერთა რაოდენობა რომელიც ყოველთვის უდიდესი იყო იქ და ისევ დიდ მისიას აღასრულებს ჩვენიერის მომავალ ცხოვრებაში როგორცაც აღასრულებდა გასული საუკუნეების განმავლობაში და მახსენდება ჩვენი დიდი პროფესორის დიდი საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის ესეც საოცარი სიტყვები ის ბრძანებს რომ დაუშვათ რომელიმე ერს არ აქვს ისტორია მიეცით მას დავით გარეჯი და მას ექნება ისტორია ეს ყველაფერზე მეტყოლეს მე მგონი მამა ირაკლი ასევე ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რა მაგალითი შეიძლება დღევანდელმა თანამედროვე ადამიანმა ახალგაზრდობამ რომ დავით გარეჯელისგან აიღოს და დაიდოს ცხოვრების წესად. აი პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერი სიმდაბლე რაც მარტო არ გამოიხატა იერუსალიმის შებრძანებასთან დაკავშირებით ეს მისი პიროვნული თვისება იყო რაც ვახსენეთ წოდების ხედვა განჯას აუცილებლად მოყვეს შემდეგ შენ ეტაპ სულიერ ცხოვრებაში ეს არის სიმდაბლე რო დაინახავ ახლა შენ წოდებს ადამიანი რო განჯი და მძაფრად უკვე შეიგზობს შენს უღირსებას შემდეგ ბუნებად რა მოდის შემდეგ ეტაპი სიმდაბლე აპარტაუნება კი არა განკითხვა კი არა და სიამაყე სიმდაბლე ლოგიკურად და ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენც არამედ ახალგაზრდებმა ძველგაზრდებმაც რომ სიმდაბლე აუცილებელი პირობა ადამიანის ხონებისას უფალ რას ამბობს ისწავლეთ ჩემგან შვიდვარ და დაბალ გულით განასხვავებულად არ არის საჭირო ხონებისას მაგრამ აქ ხაზგასმულია რომ ეს არის აუცილებელი პირველი პირობა რათაც ჩვენ ღმერთთან ურთიერთობას ვამყარებთ და მინდა ერთი მოკლედ შევეხვა იმ თემასაც აი თუნდაც დღეს ძალიან აქტუალურია ერთგვარად ეგრეთ წოდებული რელიგიური ტურიზმი ეს ადვილია ხარ მამწუნა დავით გარეჯე წაბძანდა ეს გზა იყო ძალიან ხიფათით სავსე გაჭირები თვეები ჭირდებოდა რომ ჩასულიყო იერუსალიმი ეხლა შეიძლება ერთ რამოდენ საათში აღმოჩნდე და ძალიან კარგია რომ სურვილი აქვს ახალგაზრდებს თუ ძველგაზრდებს მოილოცონ წმინდა ადგილები
დაათვალიერონ და სამწუხაროდ ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში მთავრდება მხოლოდ გადაღებული სელფები თუ იქ და ფერზე აღბეჭდილი გარკვეული სიწმინდეების ფოტოსურათებით და ეს არ არის საკმარისი. ეს ისეთი დიდი მადლის შემცველი წინა ადგილები, რომ იქიდან სულმა უნდა მიიღოს სარგებელი და ესო შესაძლებელია თუნდაც მიახლების გარეშე, დავითის მაგალითი ჩვენ ამისთვის ძალიან კარგად გვაქვს და ხა თუ დავით გარეჯელისნაირი სიმდაბლე არა გვაქვს, რა თქმა უნდა, ძნელია ეს, მაგრამ რომ მივიახლებით, აი ვიზზე მოქმედებს ეს მადლი, ვის შეუძლია წამოავზანოს ის მადლი ან შეიგრძნოს სულიერი რაღაც შეცვალოს მის ცხოვრებაში, უკეთეს გახდეს, ვინც მას სარწმუნოებით მიახლება. სწორედ აი ეს ზეციური გამოცხადებით ჩვენ რა გავიგეთ, რომ გურუთხრა პატრიარქ ელიას, რომ თავისი სარწმუნოებით დავით გარეჯეს მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვს. წარმოგიდგენთ, ხელა წვენა ქონდა, რომ შებრძანების გარეშე, გარკვეული მოლოცვისა თუ ვედრე მოხდრეკების გარეშე, იქ შინაგან რაღაც ჩამოლის სხვადასხვა სიწმინდეების თაყვანისცემის გარეშე, მას ხელა წვენა ქონდა, რომ მთელი მადლი მოქონდა და ხა ჩვენ იმდენ წვენა მაინც უნდა ვიქონიოთ, რომ იქ რომ მივძანდებით, რომ რეალურად სულიერი სარგებელი მივიღოთ და არ დარჩეს მარტო ერთ-ერთ გარკვეულ თავგადასავლად თუ რაღაცა ერთი ადგილის მოლოცვის თუ მონახულების მხოლოდ ნიმუშა და აქტა ჩვენ ცხოვრებაში. დიახ, რამდენი რამ არის ჩვენს ქვეყანაში სანახავი ხო, რამდენი სიწმინდე არის, რამდენი ტაძარი არის. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, რომ დღევანდელ დღეს საშუალება გვაქვს, რომ საზღვრებს გარეთ გავიდეთ და უფრო მეტად შევძლოთ სიწმინდეებთან მიახლება და მოლოცვა, თუმცა თავდაპირველად ალბათ უკეთესი იქნება, რომ ჯერ ჩვენ ქვეყანას დავდოთ პატივი, ასე ვთქვათ და მივაქციოთ ყურადღება, ვიცოდეთ თუ რა სიწმინდეები ინახება, რა ტაძრებია, რა ისტორია აქვს თითოეულ მათგანს და ალბათ ეს თავდაპირველად ახალგაზრდობიდან და პატარა თაობიდან იწყება ეს ყველაფერი. რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ დროულად მოხდეს ინფორმირება ახალგაზრდის და რა საკიდან, რა პერიოდიდან უნდა მოხდეს მამა ირაკლი, თქვენ როგორც შვილების მამა, ასე ვთქვათ, ან თქვენ კარგად გეცოდინებათ თუ რა საკიდან არის შესაძლებელი მათი დაახლოება ჩვენს ისტორიასთან, ჩვენს დედა ეკლესიასთან. ეხეს აუცილებელია ისტორიასთან ურთიერთობა, ეს არის წარსულთან ურთიერთობა, სწორია, ისტორია თუ წარსული არ გავაცანით ჩვენს შვილებს, ვიცი ჩვენ ილიას ცნობილი მტრია და აწყვარი შობელი წარსულისა და ნაყოფი შობილი მომავალის. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მოვალება თუ მიგვაჩნდეს და კარგია დღეს მადლობა ღმერთს ახალი ძალას იკრებს ეს მომენტი, ადრე უფრო არ იყო, სხვა ფორმით იყო, უფრო სწორად აი კომუნისტური რეჟიმის დროს, მაგრამ ეხლა უკვე ჩართულია ეკლესიაც, ჩართულია ჩვენც დავდივართ მოსავლოთა ღვთისმადლით, არ ვცდილობთ არ გავაც ოჯახებით, მრევლთან ერთად, ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა აი დავითიანი საპატრიარქოს და ახალგაზრდობის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ამიტომ და მადლობა გადავუხავთ ვიცარგულო შემთხვევით, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლებიც აი ესე დღეს მოვალება თვლიან, რომ აუცილებლად პირობად რომ საქართველოს რეგიონებში გავიდნენ, სიწმინდეები მოინახულონ, მონასტრები, ეკლესია მონასტრები, ჯერ გაიცნონ და შემდეგ ძალიან აი მომეწონა ეს დევიზი თუ ეს ფრაზა ბევრს მეც ვეუბნე და ვიყენებ ხოლმე რომ ნახავ შენ ახალგაზრდას ეხლა მithumetes შემდეგ რა გიჩნდება სურვილი რომ უნდა მიხედო ხანდახან იქ მისახედია რაღაც საქმე და ისეთი კარგი დევიზი გაჩნდა მოუვარე საქართველოს. და ჯერ ჩვენი სამშობლოს უნდა გავიცნობდეთ, შემდეგ მოუვარო და მე რა თქმა უნდა მოსავლო ძალიან ბევრია და მე იმ ფასს მეტად დაინახავ, როცა იცი შენ ამხელად სიწმინდე, ამხელად სიმაღლის კულტურული თუ რელიგიური ქვეყნის შვილი ხარ და ამის ფასს აკსავლობ. შემდეგ რა თქმა უნდა იმ ყველაფერს სწორადაც გამოხატავ და აფას და მეტ მას მიიღებ, ვიდრე შენი არ იცოდე და რაღაცა სხვებისგან იხილებოდე. იმდენი გვაქვს მithumetes მადლობა ღმერთს ამისთვის, რომ ჯერ ჩვენი უნდა შევიცნო და ჩვენ უნდა დავაფასო და ჩვენსაც მოუვაროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს მამა ირაკლი და გმადლობთ მობრძანებისთვის. მიხარით, დღეს მადლობა. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ ნაძალდევში მხარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი.